ხუთსუბანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი იცის. არც ის იყო თუ არა გარდაცვლილი პირი მარტოხელა, ან როგორ აღმოჩნდა ის ზამთარში ქუჩაში. გაყინულ კაცს სახლთან ახლოს მიაკლიეს. თოლმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. მეპატრონეს ადგილობრივ ხელისუფლებაში უთხრეს, რომ ადგილზე მის დასახმარებლად ვერავინ მივა. იმ კაცმა თქვა, ახლა ამკიანეთშომა დონა იმეო ვერ გიგიკეთებსო მომსწორებდესო. აჭარაში ნალექიანი ამინდი კიდევ მინიმუმ 2 დღე გაგრძელდება. გადაუღებელი თობის შემდეგ ბათუმში საფარმა უკვე 9 მეტრს მიაღწია. ქალაქში ავტომობილით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. მეორე დღეა არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი არც ხვალ განახლდება. ხალხი ვიქშობით თოლში. რა დროზეა საჭირო ჯარი, არმია, გამოიყვანონ მილიცია, ხალხის დასარბევად არაა საჭირო. საჭიროა ახლა დაუდგენ ხალხს. გზები არ არის გასუფთავებული და ჭერს სიარული. ეხლა როცა ასეთი ძნელია ფეხით სიარული, კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა ტრანსპორტი, მაგრამ ალბათ ტრანსპორტსაც თავისი პრობლემები აქვს, ალბათ რაღაცა არ ვიცი რატო არ მუშაობს, უამინდობის გამო ალბათ. ქვაითებს კი ბათუმში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სახურავებიდან ჩამოცვენილი თოვლის, ყინულის და მათთან ერთად სამშენებლო მასალების გამო. თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა აზერბაიჯანის საკონსულოს აივნის სახურავი. ჩვენზე და ჩემზე უკეთესად იციან, ხო? რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? არ იციან? ვინაა პატრონი? არავინ სულ. სადაა თავრობა, სად ასე უნდა ვწვალობდეთ? არც დასვენება, არც ტრანსპორტი. არის ავტობუსები, საათ 9 ვიდექი და ტაქსი გამოვიძახე იმანაც რომ დაიწყო 8 ლარი და ნათი 12-14 ლარზე ავიდა. პრობლემაა გაუკვალავდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებულ ქალაქში მოხვედრაც. ბათუმის შესასვლელში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. თოვლისგან გაუწმენდავია ავტობანის დიდი ნაწილიც. კაცი მუშაობს, ორი კაცი. ეს სამართალი? ახლა ყველაფერი საქართველოს ესეუდეს, მაგას არ აკეთებს. ეს საერთაშორისო გზას არ ყავს საქართველოს პატრონიდან. ერთო რა ვიცი, მე გადაგვაცხადე. ეს დილისმერი გზა არაა საერთოდ. არ ჩიგნით ვარ ეს მდგომარეობაა. ასიანება კი არა, უყურადღებოა და უყურადღებობა აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ ყურადღება რო იყოს, აი ხალხია გამოსული და ხალხი წმინდავს, ამას აკეთებს. თავრობა არ ჩანარს. სად აკეთებენ, რას აკეთებენ? უბრალოდ ეს შეგვახედონ და всё დანარჩენი არა, სიტყვით ყველაფერს ვიტყვი. და ქვეყანას ვაჩუქებ ადამიანს, საყვარელ ადამიანს, მაგრამ საქმეა, თავარი თუ არა, სიტყვით და ლაპარაკით ყველაფერს შეგიძლია და ყველაფერს მაშეგიძლია. თოვლის შედეგად ბათუმში აეროპორტის შესასვლელით ჩამოინგრა. ტავ-ჯორჯიას ცნობით არავინ დაშავებულა. თავრობის გულგრილობის და არასტიქიის გამო ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა. გამსახურდიას 11-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი წლებია უსახურავოდაა დარჩენილი და ბათუმის არც ერთმა მერმა მის გადასარჩენად არაფერი გააკეთა. ხელისუფლებამ შენობა არც კი შეფუთა.